ეს კრიტიკა კონსტრუქციული იყოს. ოპოზიციას ხშირად მთავრობაზე მეც აკეთებს ქვეყნის განვითარებისთვის და სწორ გზებს მიუთითებს. არა ისე რომ მარტო ვიძახოთ რომ აი რა გაფუჭდა, რაღაც ინგრევა, ქაოსია და ხვალ რაღაც უბედურება გვემართება. აი ეს არის პოზიცია. სხვადასხვა ოპონირების თემაზე გამახსენდა გუშინ ჩემთან მოვიდა ერთი პიროვნება, რომელიც იყო ბატონი გიორგი მარგოლაშვილის ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე და უკმაყოფილო იყო იმით, რომ მას არ მიეცე კითხვების დასმის საშუალება. და სხვადასხვა ეს მომისმენია რამდენიმე ადამიანისგან. სად უნდა მისცემოდა პრესკონფერენცია ჩაატარა გიორგიმ თუ ნუ ყოველ შემთხვევაში მოსახლეობას სურს რომ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს რომ შეგვითხრების დასმის საშუალება ჰქონდეს. კი ბატონო, ამას გავითვალისწინებთ. ბატონ ზალა, არ გაქვთ სურვილი რამე თქვა ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატზე. სხვებზე შეგიძლიათ თუ არ გინდათ რომ სუბიექტური თან შევიკავებდი. კი ბატონო. თუ შეიძლება მეც ვიტყვი ორ სიტყვას, იმიტომ რომ მე ბრალდებულების კატეგორიაში ვარ. არა, როგორ გეკადრებთ ბატონო ვაჟა? მე ვარ ბრალდებულების კატეგორიაში. არა, როგორ გეკადრებთ? თავრობას არ დანაშაულებ და შეგახსენეთ თქვენი სიტყვები და შემილა გავიმეორო ბატონო ვაჟა. ორივე ხართ, ორივე. აი ნახეთ, რამდგარია პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილი გადადის არ არსებულ სამოქალაქო სექტორში, არასდროს არ მithქვამს სამოქალაქო სექტორი. მე მუდამ ვამბობ საზოგადოებას და მუდამ ვამბობ რომ სამოქალაქო სექტორი რადონით არის ახლა ეს საკამათო არის თქვათ რაღაც ჩანასახი ამის და ჭირდება განვითარება თუ შესაქმნელი ახლა ეს არ არის ის რომ ავწოვნოთ ჩვენ სასწავლო. აი საზოგადოებაში რო არ გადასულიყავით, სად უნდა წასულიყავით? თავს ხوار მოიკლავდი რა ვიცი მიზანი. ამაში აზაგმე. საზოგადოებაში ყველა თანამდებობა წასული მე არ მოგსოს თამაში. ზოგადი და ბუნდოვანი განცხადება. რა არის ბუნდოვანი განცხადება? რო საზოგადოებაში ადამიანი ვარ. კი. აი დაუბრუნდებით მაგას. ხოთნებთან ჩავიკითხავ და მოგვახსენებთ აბა რა გაქვთ საზოგადოებაში. ციტატები კოალიცია დაშლილია თქვენი ციტატებია და ამოწერილი. თქვენ ერთი რამ მინდა კითხოთ. ბუნებრივია ჩემი ინტერვიუები და წერილები წაკითხული არ გაქვთ. იმიტომ რომ არა გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა ამაზე დროს არ დაკარგავთ. არა, ბატონო ვაჟა, რაც ხდება იმ ადგილებში, რაც კრიტიკულია და რაც ჩვენ გვჭირდება, მე მაქვს მონიტორინგი და კი ბატონო, მაგრამ არის ამონარიდები თქვენ თანაშემწეების, ნუ ხალხის, ვინც გემსახურებათ. და აქედან გამომდინარე, არანაირი ყველაფერი რაც საჭირო იყო იმ მოსაზრებების დასასაბუთებლად, რაც მე ჟურნალისტს ვუთხარი, იქ არის და აქედან გამომდინარე არანაირი დამატებითი მტკიცებულება და შემიძლია გავიმეორო დიდი სიამოვნებით, მაგრამ შორს მიმავალი დისკუსიის ფორმას მიიღებს ჩემი გამოსვლა და თქვენი პასუხები და ამდენად პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში იწყება მაშინ, როდესაც თავრობას, ხელისუფლებას მართვა აღარ შეუძლია და როდესაც პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკიდან და მთავრობიდან წასვლის შესახებ, მან უნდა დაასაბუთოს რატომ მიდის, რატომ არ ასრულებს იმ დაპირებას, რაც მან ხალხს მისცა. ის არგუმენტები, რომელიც თქვენ მოიყვანეთ შესაბამის განმარტებაში, აშკარად არასაკმარისია. და კიდევ ერთი მომენტი. არა გავჩერდეთ, თუ შეიძლება ჯერ ეს ნაწილი. თუ შეიძლება რომ გიპასუხოთ. დამცადეთ და მეც მათ თქვენით, ჩემი თუ მე არ დავასრულე ლოგიკურად ჩემი აზრი, თუ ვერ გაიგებ. ასე რომ ბუნებრივია შესანიშნავი მონოლოგი მოვისმინეთ თქვენი, ყოველთვის დიდი სიამოვნებით გისმენთ, გაფასებთ, არ ვიცი, გაღიარებთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გუნდში აღარა ვარ, თქვენი მხარდამჭერი ვარ და ამასაც ვაღიარებ საჯაროდ, მაგრამ მე მხარდაჭერა წარმომიდგენია როგორც პირუთუნელი პოზიციის დაფიქსირება, ანალიზი და ოპონირება შენიანის და არა ესა რაღაც დითი რამბები და რაღაც სწორი გზის ჩვენება თუნდაც, მაგრამ ის რაც ხანდახან ნუ სპეციალისტს დავარქვათ ასე, იმიტომ რომ მე არასდროს არ უწოდებ საკუთარ თავს ექსპერტს, ეს მედიის უფლება, მოსილება და პრეროგატივა, ამა თუ იმ პირს უწოდოს ექსპერტი. მაგრამ ის რაც ვთქვათ მე მეჩვენება ლოგიკურად, დასაბუთებულად და სწორად, შეიძლება თქვენ ძალიან დიდი მასშტაბის მოღვაწეს და პიროვნებას ლოგიკურად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მართალი ხართ. თქვენ რა თქმა უნდა არ ბრძანდებით მართალი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ბატონო, აბსოლუტურად გეტყვი. პრემიერ-მინისტრის ისეთი ქვეყნიდან და ისეთი სიტუაციიდან, არენიდან გასვლა, როგორიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ეს არის პოლიტიკური კრიზისის პირველი ნიშანი. რამე თუ ის უეჭველად მიგვიყვანს სააკაშვილის ასევე არალეგიტიმური პრეზიდენტის არენიდან წასვლის შემდეგ პარლამენტის ლეგიტიმურობის თემამდე. იმდენად რამდენადაც
ეს კონიუნქტურა გაყალბებული არჩევნების შედეგი ჩამოყალიბდა პარლამენტში თქვენი ფაქტორის გათვალისწინებით. იმ 53%-ში, რომელიც თქვენ დაგიწერეს, 50% დაახლოებით თქვენი პიროვნების დამსახურებაა და 3% იმათი, ვინც დარჩება პარლამენტში და ვინც უნდა დააკომპლექტოს მთავრობა, მათ შორის დაამტკიცოს თქვენს მიერ მემკვიდრედ დატოვებული პიროვნება, ღირსეული ან უღირსი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მემკვიდრის პრობლემა კიდე სხვა ცალკე აღებული საუბრის თემაა. აქედან გამომდინარე, იმასაც თუ გავითვალისწინებ, რაზეც აქ ბატონი კაბანაძე ბრძანებდა ეკონომიკის სავალალო მდგომარეობას, რაც ციფრებით მანიპულირების შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვანაირად წარმოვაჩინოთ, ბუნებრივია, რომ სერიოზული წინაპირობები არსებობს პოლიტიკური კრიზისის, რომელიც როგორც კი თქვენ წახვალთ პოლიტიკიდან, ეგრევე დადგება როგორც რეალობა ჩვენს წინაშე და ამ ამოცანის გადაწყვეტა იქნება ძალიან ძნელი. თუ მე ვფიქრობდი ორ ვარიანტს ამ საკმაოდ რთული დილემის ამოსახსნელად. ერთი მე მეგონა, რომ თქვენ მაინც დათანხმდებოდით პრეზიდენტის ამპლუაში გადასვლაზე და აიცილებდით იმ რუტინას, რაც მთავრობის მეთაურს აქვს და ჯახს და უბედურებას, რაც პოლიტიკაში ყოფნას მთავრობის მეთაურის ამპლუაში ნიშნავს, ან მეორე მე ვფიქრობდი, რომ თქვენ დანიშნავდით, მიიყვანდით გარკვეულ დონემდე ჩვენ საზოგადოებას, რომელიც თქვენს იმედადაა დარჩენილი და დანიშნავდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომ ახალი კონფიგურაცია ჩამოყალიბებულიყო პარლამენტში, მაგრამ ასეთი რამ არ აძლევს ხელს არც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ცდილობს ოფიციალურ ოპოზიციას და ქართული ოცნების რეალურ ალტერნატივად დაფიქსირდეს და არც ქართულ ოცნებას, რომლის დეპუტაციის და 2/3 ალბათ მომავალ პარლამენტში ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, ყველა ჩემი თეზა, რომელიც მანდ მაქვს, მე და მართლა რო გითხრათ, გულმოდგინეთ არ წამიკითხავს ეს წერილი, წავიდო დაიბეჭდა ერთხელ ეს ინტერვიუები, რადგან თქვენ ბრძანებთ, არის აბსოლუტურად დასაბუთებული და თუ თქვენ ისინი გეჩვენებათ საკამათოდ, მაშინ თქვენთან ან ნებისმიერ პიროვნებასთან, ვინც იკადრებს და შემოვაჩენთან პოლემიკაში, მზად ვარ საჯარო დისკუსია გავუმართო. ოღონდ აი ეს მომენტი კიდევ ერთ რამეზე მინდა გავამახვილო, ყურადღება აქ ძალიან პატივსაცემი ჩემთვის, ჩემი მასწავლებლები და მაგათთან ერთად და მაგათ მაგალითს რომ გავიზარდე, ისეთი ხალხი ზის მაგიდის ირგვლივ. აქ არ შეიძლება, ასეთი რაღაცა თქვათ, რომ აი მაგალითად თქვენ ეკითხებით ბატონ რამას, რომ აი დაიკლო თუ არ დაიკლოს ქართულებს მე არ ვეკითხები, თვითონ ამბობს. რის საფუძველზე ამბობს, მე ვეკითხები. რის საფუძველზე ამბობს. დაიკლო. ამას შეუიარაღებელი თვალითაც კი შეატყოთ, მაგრამ რად გვინდა ჩვენ შეუიარაღებელი თვალი? რა მე არ გეთქვით რომ დაიკლო, რითად გიცევთ თქვენ? ეგრე როგორ შეიძლება? არა, მე გეტყვით ახლა, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ საგნობრივად ვთქვათ, დაიკლო თუ არა? მეც მაინტერესებს, მართლა ესე წარმოსახვითია ეს დაიკლო თუ არა, თუ არა? რაღაც სოციოლოგია არსებობს, რაღაც სტატისტიკა არსებობს, რატო ესე? ბატონო ბიძინა, აი თქვენ უკვე ერთი წელია ბრძანდებით ქვეყნის ხელმძღვანელი, მანამდე კიდე იყო სხვა ასევე დემოკრატიული ხელისუფლება. რატომ არ არის ქვეყანაში ეს დემოკრატიული ხელისუფლება იყო მანამდე ესე ამბავ? ჭყალებიანი ბჭყალებში და მე გეუბნებთ, აი რატო არ არის ამ ქვეყანაში 1-2 ავტორიტეტული მიუკერძოებელი პირუთნელი სოციოლოგიური კვლევების კომპანია ქართული ან უცხოელების დაფინანსებული და ქართული. რატომ არის მაგალითად მხოლოდ NDI და IRI ჩვენი მეტრი და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების აქვეყნებს უყურებთ იმ კვლევებს? რომელი? ბიგვავა რომ აქვეყნებს ზურა. დიახ, მაგრამ ბიგვავა ხო ჩვენიანია, თქვენ თანამებრძოლია. მე ჩვენიანი რა? შესანიშნავი ადამიანია. არ შეიძლება აქ ამას მეორე მნიშვნელობა. ჩემიანი რას ნიშნავს? დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის თქვენ ჩემიანი ხართ მაშინ ეს თქვენ ჩვენიანი ჩემთან და თქვენიანი ვარ მეც კი გარკვეულწილად და ყველა ჩემი შეხედულება იმ პრიზმაში უნდა გატარდეს, რამდენად მე ვაღიარებ და თქვენი ეს კრიტიკული პასაჟები რო ამოიღეთ ამ თქვენი მთავრობის საქმიანობის შესახებ, მე ურჩევ თქვენს თანამშრომლებს ის მოსაზრებები როგორ ვაფასებთ თქვენს ღვაწლთან მნიშვნელობას, ილიას ნიკოლაძის და სხვათა მოხსენებით, მაგრამ როგორც მთავრობის მეთაურს, როცა გაქვთ უამრავი ხარვეზი საქმიანობაში და შეცდომა დაშვებული და ძალიან ბევრი არ ვიცი ახლა ამას ეყოფა ერთი საათი. არა, 3 მაინც დაასახელეთ.
ჯერ პირველ რიგში თქვენი განცხადება დავიწყოთ თუნდაც იმით, რაზეც ვლაპარაკობდით. თქვენი განცხადება პოლიტიკიდან და მთავრობიდან წასვლის შესახებ არის შეცდომა. მე ვფიქრობ, თუ სხვას არაფერს დავარქმევ. შეიძლება ბატონო, თქვენ კიდევ გითხრათ საშუალებას პატარა ნაწილს გიპასუხებთ და შემდეგ მოგავაგრძელებთ კი. ხო, რამდენადაც პოზიცია უკვე იკვეთება და თქვენ თავარ შეცდომათ ამას თვლით, ჩემს წასვლასთან და ჩემ პირველ შეცდომას ვთვლი ამას და მე თვლით ამავდროულად თქვენი პროგნოზია რომ ეს გამოიწვევს კრიზისს, ხომ ესე ბრძანებთ თქვენ? მე მაგალითად არ მომწონს თქვენი სტილი ფავორიტების მეშვეობით მართვის. არ ვიცი ძალიან ბევრი არ ვიცი რასაც ნიშნავს. არა, ხო უნდა ამიხსნათ მე როგორ. ნუ რაღაცა არ ვიცი მაგალითად თქვენი თავარი საკონცერტო ფიგურების ძირითადი ნაწილი ბანკ ქართულს აქტივია. არიან ისინი ალტერნატო ყველა რა ვიცი ვინც არის ბანკ ქართულთან რა ვიცი. ერთი კაცია მარტო ისიც წასული იყო ქართულთან. ბევრია არ არის ეგრე. დამისახელეთ ბატონო ვაჟე გეშლება თქვენ. კვირიკაშვილი გიორგი იყო ქართულ ბანკის მმართველი. მე როდესაც მოვედი პოლიტიკაში, გიგა ჩtildeებმა შეცდომაში შეიყვანა და გადადგა. რომელიც მე დააწინაურეთ, ხო? ერთ წუთს დამელოდეთ. ერთი წლის განმავლობაში, სანამ მე ვიყავი ოპოზიციაში, ის ბანკში მე აღარ დავაბრუნე. მე პრინციპული პოზიცია დავიჭირე მაშინ. თუ შეგეშალა, მე მიჭირს დღეს, მე არ მჭირდება დახმარება ამ პოზიციით. გიორგი არის აბსოლუტურად გულწრფელი. მე არ ვიცნობდი კარგად გიორგის ჩვენში რო დარჩეს. შესანიშნავი პიროვნებაა და მოქალაქეა. ის ქართულ ბანკში, ქართულ ბანკიდან დემონსტრატიულად დატოვებული და მე მასზე განაცხენებული ვიყავი და ნახეთ აქ დამოკიდებულება ჩემი. განაცხენებაც გადავდე. თანაც არ მქონდა საფუძველი რამე თუ ის შეცდომაში შეიყვანეს, მაგრამ მას შეეშალა და არა მე. გიორგი არის ძალიან გულწრფელი, მაგ ის შეცდომაში შეიყვანეს, თავის დროზე როცა გაიგო უკანონმობრუნებაში სურვილი გაუჩნდა მას ოპოზიციაში როცა ვიყავი მაშინვე, მაგრამ მე აღარ ვიკადრე. შეგეშალათ, არ მინდა მე დღეს არ მიჭირს. გაჭირვება სანამ აქვს, მოვედი ხელისუფლებაში, დავამარცხეთ ჩვენ ის ძალადობა რაც იყო და იმის შემდგომ მე გავიხსენე, როდესაც კადრი გამიჭირდა, საკადრო პოლიტიკა გამიჭირდა და გიორგი გახდა მინისტრი. რა არ მოგწონს აქ? ეს არის ის